საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღი წარსულის მორიგი ფურცელი როდია. იგი ჩვენი სულიერი და ეროვნული გადარჩენის ცოცხალი სიმბოლოა. საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას კარგავდა და მტრები ჩვენი სახელის ფიზიკურად წაშლასაც ცდილობდნენ, ერთადერთ შეურყევას სახლს, სადაც ქართული სული თავშესაფარს პოულობდა, ჩვენი დედა ეკლესია წარმოადგენდა. ეკლესიაში, როგორც ქრისტეს მისტიკურ სხეულში ერთობას დაეფუძნა ჩვენი ერის გადარჩენის საიდუმლო. ქრისტეს ეკლესია იქცა ქართული იდენტობის ურყევ ფუნდამენტად, ჩვენი უნიკალური ენის, კულტურისა და თვითშეგნების მთავარ მცველად. საქართველოს დედა ეკლესიის გარეშე ქართული იდენტობა მუზეუმის უსიცოცხლო ექსპონატად დარჩებოდა. სწორედ ქრისტეს საიდუმლო სხეულმა შეადოღაბა ჩვენი ეროვნული ცნობიერება. ავტოკეფალიის გაუქმება უბრალოდ რაღაც ადმინისტრაციული ცვლილება არ ყოფილა. ეს იყო ეროვნული სულის ამოხუთვის მცდელობა. ავტოკეფალიის დაკარგვა ჩვენი ერის ნამდვილ სულიერ ჯვარცმად იქცა, ხოლო მისი აღდგენა სულიერ აღდგომად მოგვევლინა. ეს იყო საღვთო და ისტორიული სამართლიანობის უდიდესი ზეიმი. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო ელვისებურად იცვლება, ხოლო ჭეშმარიტი ღირებულებები ხშირად ბუნდოვანი ხდება, სწორედ საქართველოს ეკლესია რჩება იმ საიმედო სულიერ შუქურად, რომელიც გადარჩენის გზას გვიჩვენებს და ინახავს ქართულ იდენტობას. სანამ ცოცხლობს და ლოცულობს საქართველოს ეკლესია, იცოცხლებს ქართული სულიც.